აკრძალვის პერსპექტივაზე. რა თქვა გუშინ დინარაძემ, ჩემი აზრით, გუშინაც ვამბობდი, რომ ეს 28 ნოემბერზე მძიმე განცხადება, შინაარსით და ვთქვათ, გაგრძელებით, მაგრამ რაღაცნაირად დიდ გამოხმაურებას პოლიტიკურ კლასში ვერ ვხედავ. თქვენ როგორ აფასებთ მას? მოგესალმებით, დიანა, მივსალმებ ჩვენს მაყურებელს. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და თავისუფლებას ინდისის პატიმრებს აუცილებლად და ყოველდღე. მე გეთანხმები იმაში, რომ განცხადების მასშტაბი ნამდვილად უტოლდება იმას, რაც ითქვა 27 ნოემბერს, 28 ნოემბერს. 28 ნოემბერს. რეალურად ამ კაცმა თქვა, რომ ის რაღაცა გადამეტებული შეფასება რო არ გავაკეთოთ, არა, ბელორუსს არ ამყარებს, ბელორუსი რაღაცა ერთპიროვნული დიქტატურა არის, არა, ის უბრალოდ ძალიან კლასიკური პუტინის პატერნით ამ ქვეყანაში ამყარებს აი ამ რაღაცა სუვერენული დემოკრატიის ტიპის პოლიტიკურ რეჟიმს, სადაც არსებობს მმართველი პოლიტიკური ძალა და მას ეყოლება მის მიერ ამორჩეული პოლიტიკური ოპოზიცია. აქ ლაპარაკი არ ეხა მე რაც მანი ლაპარაკა ნონსენსია, ხო, სიგიჟე არის რაღაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავთო ამ კომისიის მანდატს გავაფართოვებთ, მაგრამ რეალურად რისკიანიც მედის ეს არის ალბათ კონკრეტული ადამიანებისათვის, კონკრეტული მოქმედი პოლიტიკური ოპონენტებისათვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა. მან თქვა, რომ ეს პარტიები, რომლებიც დღეს არსებობს, ნაციონალური მოძრაობა, სხვები და მაშინ მყოფი ადამიანები სხვები ვინ არიან? აი თქვენ სადღაც გძნობთ, რომ შეიძლება თქვენ შეგეხოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ისინი როგორ ლამის სრულ სპექტრს გულისხმობენ, როცა კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაზე ლაპარაკობენ. სრულ სპექტრს გულისხმობენ გუშინ და გუშინწინ ის რაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეზე იკადრეს, რომ ნაციონალურ მოძრაობა აი ამ კომისიაზე, რომელიც 9 წელს იკვლევდა და სიდიდაში სისხლიანი და ძალადობრივი გადასტომები უნდა გამოეკვლინა, ეხლა რაღაცა შეფს მაგნატის საქმეზე დავიდა თურმე და მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან რაღაც. სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილის აქამდე მართლა ეგრე ვიცოდი ეგ რეჟიმი და თურმე ხაზარაძე ჯაფარიძის ამბავი ყოფილა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ გამოურიცხავ იმას, რომ ჩვენზე იყოს აქცენტი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ იმას, რაც ბევრჯერ გავიმეორე ბოლო დღეებში. ფაქტია, არ ვამბობ რაღაცა პოლიტიკური სადღეგრძელოსავით. ფაქტია, რომ ლელო ძლიერ საქართველოს ლიდერები მათთვის სერიოზული პრობლემაა და აბსოლუტურად რაღაცა პიარული კრახის საფუძველზე თითთან გამოწვეული ბრალდებით ცდილობენ დაკიდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დამოკლის מחვილივით მათ მხრებზე, ხო? მარტივი ამბავია შესაბამისად ცალსახად გულისხმობს ყველას. დღეს არ დააყოვნა მათმა მოლაპარაკე თავმა რამოდენიმემ, აღარ მახსოვს სახელები და გვარები, მაგრამ თქვენს რომ გახარიასთანაც ექნებათ კითხვები და გახარიასაც გამოკითხავენ თურმე, იმიტომ რომ ალბათ სწორედ ამიტომ გააფართოვეს ვადებში. თან არის ლაპარაკი კომისიის მანდატის გაფართოვებაზე, ხო, რაღაცა ჯოჯოხეთთან გვაქვს საქმე მართლა ჩეკას ტიპის მართლობასთან, ანუ მოდი ასე შევხედოთ, ეს მათი დაპირება იყო. ეს მათი დაპირება იყო წინა საარჩევნო და შეუძლია თქვათ, რომ აი ჩვენ მანდატი მოგვცა ხალხმა იმისთვის, რომ აგვეკრძალა ეს პარტია. ღირსებით ევროპისგენაც მათი დაპირება იყო, მაგრამ ღირსებით თუ უღირსად, ცალფეხზე თუ ორფეხზე რა უქნეს იმ დაპირებას, რომლითაც ქართული ოცნების ამორჩევლების აბსოლუტურ უმრავლესობას მოატყუეს, იმიტომ რომ ქართული ოცნების აბსოლუტურ უმრავლესობაც სოციოლოგიური გამოკითხვებით ამბობს, რომ ევროკავშირისკენ უნდა და ცვლა, მაგრამ მოატყუეს ამ ხალხს და აბსოლუტურად საპირისპირო დაუდეს და უთხრეს, რომ არა, ეხლა ჩვენ პუტინის რუსეთს დავემსგავსებით, თან იქითკენ წავალთ. ეს უთხრეს ამ ხალხს, ხო? სინამდვილეში და ეხლა რაღა ის დაპირების ასრულება დაიწყეს, რომელიც ჩვენ ყველას რეალურად საკმაოდ სიღრმისეული აბსურდი გვეგონა. თავარი ხო ეს არ არის ამ ყველაფერში. კი ბატონო, ნახე. თავარი არის რომ ასე შევხედოთ ეხლა საკითხს. საარჩევნო შედეგის როგორ სადავო გასაგებია, მაგრამ საარჩევნო შედეგს არ იღებთ, არ აღიარებთ, პარლამენტში არ შედიხართ, კალენდარული არჩევნებში მონაწილეობაზე ასევე ისეთი პოზიცია გაქვთ. თქვენ ვთქვათ, შეიძლება კონკრეტულად ლელოს არ გულისხმობ ახლა, შეიძლება ლელოსაც თავადაც არ გულისხმობენ ასაკრძალად, არ ვიცი, მაგრამ მათ შეუძლია თქვა, რომ არც არჩევნები გინდათ, არც პარლამენტი გინდათ და აქედან გამომდინარე, ხა გინდ ყოფილხართ გინდა არა პოლიტიკურ პროცესში, პარლამენტში, არჩევნებში თუ არ შედიხართ, პოლიტიკის ნაწილი რაც არის. ამ პროცესის რაციონალიზაცია ასეთი ფორმით ჩემი აზრით არ შეიძლება, ანუ არ შეიძლება ვერ ვიზამთ ამის რაციონალიზაცია
პრივატიზაციას მარტივი მიზეზის გამო. ეხლა რასაც აკეთებენ, ამით ხომ იწვევენ რეალურად გაკავთ პოლიტიკური პროცესიდან ის მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს. ხო, მარტივია დიანა. ჩვენ პირველივე დღიდან როდესაც არ ვაღიარეთ არჩევნები და ვთქვით, რომ ეს არის გაყალბებული არჩევნები და არ შევდივართ, იმავე დღიდან და დღევანდელ დღემდე პოლიტიკური კრიზისის პოლიტიკური გზით გადაჭრას ვითხოვთ, ხო, ვითხოვთ ახალ არჩევნებს. ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკური და ჩვენი აზრით სწორი ლელოს აზრით. იყო თუ არა 27 ოქტომბერს, როცა სალომე ზურაბიშვილი დადგა, დაიყენა დანარჩენი პარტიები, იყო თუ არა გათვლილი და სწორად დაწყებული ეს პროცესი, იმიტომ რომ ხელში გჭეროდათ 61 მანდატი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, ყოფილიყავით აი ამ პროცესის რაღაც ნაწილი, ასე პარლამენტში, დელეგაციებში, ესე ვთქვათ, არ ვიცი, შეგექმნათ იქ, სადაც საჭირო ასევე პოლიტიკური პროცესი, ქუჩას ეკეთებინა თავისი საქმე, ეს იყო თუ არა უფრო რაციონალური გზა ამ პოლიტიკურ კრიზისში. არ მგონია და მოგახსენებთ რატომ. ის რამდენად გათვლილი იყო, რომელ გზასაც დაადეკით და ეხლა წინ რას ხედავთ? სწორი გზა, ერთადერთი სწორი და პოლიტიკური გზა იყო. დარწმუნებული ხარ თამაში? კი, აი შეხედეთ, ერთადერთი სწორი გზა, როდესაც არჩევნები არის იმ მასშტაბში გაყალბებული, რაც ჩვენ დავინახეთ, ერთადერთი სწორი გზა პოლიტიკური თვალსაზრისით არის თქმა, რომ ახალი არჩევნები ჩავატაროთ. ეს ერთი. მეორე, ამათთან რაიმე ტიპის ამ პარლამენტში შეხედეთ შესაძლებლობა ხელში თუ იჭირავს, რაზე ამაშინ ეს დამოკიდებული? მოგახსენებთ, შეხედეთ, ხედავთ ამ ახალ არჩევნებს ხდომებმა და რასაც უყურებთ ჩვენ ამ დღეების მანძილზე, ამ რაღაცა კულტურობის, ძალადობის და ღვარძლის კამპანიამ, რომელიც აი ამ კომისიაზე თეა წულუკიანის მეთაურობით ხდება, მე მგონი ძალიან კარგად დაგვანახა, რა დამოკიდებულება აქვს პოლიტიკურ სპექტრთან ამ ხალხს და როგორი ტიპის თანამშრომლობა რაიმე ფორმის წინააღმდეგ წულუკიანი კულტურულია თუ არა, ამაზე ხომ ლაპარაკობთ და პოლიტიკური კლასი აქვს თუ არა მახალი. ამ თამაში რა დაგხვდებოდა იქ და დაგხვდებოდა ის, რაც დახვდათ კომისიაზე დღეს გენერალ ყურაშვილს დახვდა შეურაცხყოფა და ამ შეურაცხყოფაში არ უნდა შევიდეთ, იმიტომ რომ ეს არის ქართული შეურაცხყოფა. ასე დავსავსაგეთ. შეხედეთ დიანა. ოცნება თუ უღირსად იქცევა პოლიტიკური კლასი არ აქვს და პოლიტიკური ოპონენტების განადგურება არის მისი მიზანი და ცუდ არჩევნებს, ძალიან ცუდ არჩევნებს ატარებს, მოყვებით ამ ყველაფერში, მაგრამ ამაზე უნდა ააწყოთ თქვენი გეგმები. თქვენ, ანუ ეს ხომ მოცემულობაა ისედაც იქნებოდა თუ არა თქო, უფრო ისინი კარგებია თქო, ამას კი არ გეუბნები. უფრო რაციონალური იქნებოდა თუ არა, თქვენ მოწყვლადები ხომ არ ხართ, ანუ აი იმას გადაყავხართ თუ არა ოცნებას, აი რაღაცნაირად პარლამენტის დათმობით, მანდატების დათმობით, არ ვიცი. ის რაც ეხა ხდება, მინიმუმ ეს არ არის ლეგიტიმური ერთის მხრივ, მინიმუმ იმის თქმა შეგვიძლია და მე მგონი ცოტა არ არის, რომ საერთაშორისო აღიარება არის დაპაუზებული ამ არჩევნების შესახებ, საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ აქვს ამ ხელისუფლებას. მინიმუმ და ჩემი აზრით არც ისე ცოტა არის, პროტესტი გრძელდება ძალიან კრიტიკულად, მაგრამ იქ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხდა, ის იყო კრიტიკული, მაგრამ სუვერენიტეტის პატივისცემით და რაღაც ესეთი ფრაზებით. იქ არ ვიცი ელჩების დონეზე. აქ თუ შევედით და ამაზე გავამახვილეთ ყურადღება ავსტრიის ელჩმა იქლა ილაპარაკან იტალიის ელჩმა. ბოდი საგარეო საქმეთა მინისტრმა არ მგონია რომ ეს არის მასშტაბი, რა მასშტაბის არაღიარებაზეც ვლაპარაკობთ ზოგად კონტექსტში ევროკავშირის მხრიდან შეერთებული შტატების მხრიდან შეგახსენებთ უცხო საგარეო კომიტეტმა კენჭი უყარა მეგობარი აქტს შეგახსენებთ რომ გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ დაასანქცირა მაღალჩინოსნები ქართული ოცნების და ის ადამიანები რომელიც ხალხზე ძალადობაში იღებდა მონაწილეობას, ეს ყველაფერი იქნებოდა იმ შემთხვევაში ჩვენო პარლამენტში შევსულიყავით, არ მგონია რომ ყოფილიყო და გარკვეულწილად ლეგიტიმაცია იქნებოდა და ამ პროცესში ძალიან ცუდ პროცესში ეს ყველაფერი რომ არის მეორე კითხვას ეს ყველაფერი რომ არის ეს აახლოვებს არჩევნებს, სადმე უფრო ახლოს მოვიდა არჩევნების პერსპექტივა. მეორე კითხვაზე უპასუხებ. მე მინდა რომ თქვენ იყოთ ძლიერები. მე ამ კითხვების დროს მხოლოდ ესმა პირველ რიგში ეს საზოგადოება უნდა იყოს ძლიერი და გაუძლოს რაც ხდება ამ ქვეყანაში. ამ ქვეყანაში ხდება დიქტატურის გამყარება. ეხლა რუსული ტიპის დიქტატურის გამყარება ხდება ამ ქვეყანაში და ამიტომ უნდა გვესმოდეს რომ ყველანი ძლიერები უნდა ვიყოთ ერთადდგომით და ერთმანეთის ეხა გამაგრებით. შეხედეთ რა ხდება ეხა ეს კაცი ცდილობს რომ პროცესი მთლიანად გაიყვანოს პოლიტიკური ვითარებიდან. ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, პასუხისმგებლიანი, ჩვენს უკან დგას 200,000-ზე მეტი ამომრჩეველი. რა პოლიტიკური დღის წესრიგით პასუხობთ? ჩვენ ვამბობთ რომ
ერთადერთი სწორი გამოსავალი რომ ამ კრიზისმა უარესი კრიზისი არ გამოიწვიოს. პროცესები უმართავი არ იყოს ამ ქვეყანაში და ის სცენარი არ განვითარდეს, რომელიც პუტინს აწყობს ყველაზე მეტად ამ ქვეყანაში არეულობა. ერთადერთი პოლიტიკური კრიზისის სწორი გამოსავალი არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა. გუშინ დინარაძემ რა თქვა, რომ ჩვენ ძალიან მინდა თაზო. ძალიან მინდა, სად არის? გუშინ დინარაძემ თქვა, რომ რეალურად ჩვენ არჩევნები კი არა, ამათ ავკრძალავთ ეხა, რომ არჩევნებსაც აზრი არ გქონდეს. ეს რატო თქვა? ერთის მხრივ მოდი შევაფასოთ, ხო? იმიტომ ხო არ თქვა, რომ იმედი აღარ აქვს გაყალბების მაღალი მასშტაბისაც კი და ზუსტად ესმის, რომ ხელისუფლება დაკარგული აქვს და ამიტომ უნდა ოპოზიციის აკრძალვა. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ისეთი წარმოდგენა აქვს პოლიტიკურ ოპოზიციაზე, რომელიც ისე ძლიერია იმდენი მხარდამჭერი ყავს, რომ აკრძალავს და ეს ამას შეიგებს. გულისხმობ, მე არ მიყვარს ეგეთი ბაქი-ბუქი პოლიტიკურ ძალებთან დაკავშირებით. მე მესმის ყველა ის ძირითადი გამოწვევა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ახალი არჩევნების პირობებში ის წააგებს, იმიტომ რომ საზოგადოების განწყობა მის წინააღმდეგაა. ის წააგებს, იმიტომ რომ დღესაც საზოგადოების 86% ამბობს, რომ მას უნდა ევროპა და ამიტომ წააგებს. და ის ეუბნება, რომ ევროპა კი არა, რუსეთში წაგიყვათო და ამიტომ წააგებს. მაგრამ ამაზე არ არის ლაპარაკი. გუშინ თქვა, რომ არჩევნები კი არა, მე პროცესის არევა მინდა და პროცესს თუ არევს, გამოიწვევს საზოგადოების რისხვას, ხალხის რისხვას გამოიწვევს და ხალხის რისხვა არის უმართავი. აი აქ გეტყვით, რომ ვერც პოლიტიკური ოპოზიცია, ვერც თვითონ და ვერავინ ამ ქვეყანაზე ვერ გააკონტროლებს ისეთ პროცესებში შეიძლება შევიდეს ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური კონკურენცია მოკლა. ხო არავის არ ჯერა, რომ ეხა იქ ხალხის ძალებით. იმას კი არის ამს, რომ მართლა ერთპარტიულ ქვეყანას გადავა, მართლა ბელორუსიზაცია ესე პირდაპირ კი არ უნდა ეტაპობრივად იზამს ამას. ხალხის ძალას და სხვა სატელიტებით გავა არჩევნებს და იტყვის, რომ ეს რაღაცა პლურალური სისტემა არის, მაგრამ ამაზე ხო არა გვაქვს ლაპარაკი. აქამდე არ მივა საქმე. ხალხის რისხვა დახვდება. იმიტომ კი არა, რომ პოლიტიკურ პარტიებს გძალავენ, იმიტომ რომ დიქტატურას ამყარებს. პოლიტიკური პარტიების ვიწრო ინტერესებიდან კი არ გამოვდივარ ამ შემთხვევაში. ან რამე ილუზია კი არა მაქვს, რომ ხალხი პოლიტიკური პარტიების დასაცავად გამოვა. არა, 60-მდე პოლიტპატიმარია ციხეში და მათ არ ჩატოვებს ეს ხალხი და ამ პოლიტპატიმრებს ამ ვითარებაში შეიძლება კიდე დაემატოს. არ გვაქვს დრო, რომ ამ თემაზე ძალიან საინტერესოა სხვათა შორის დისკუსია, რა ჯობდა, როგორ ჯობდა. ეს უკვე შეიძლება გასულია, მაგრამ აწე რა უნდა იყოს, რა გეგმით უნდა უპასუხოს ოპოზიციამ, ამ პოლიტიკური ბრძოლის სათავეში დგას მაინც 27 ოქტომბრის განცხადებით სალომე ზურაბიშვილი, ამიტომ მისი პოზიციაც არის საინტერესო 31 აქციაზე, ის ალბათ მეც იტყვის ამ თემაზე. რეკლამა გვაქვს, მადლობა თაზო დათუნაშვილი, ჩვენ კიდევ ერთხელ ღამით შევხვდებით.